პრობაციონერების ოჯახებზე, პატიმრ ოჯახებისთვის, ვინც ჟარდებული, რომელიც მეორდება დღესაც და ანალოგიური გვინდა შევეხმიანოთ 2 მაისს დამოუკიდებელი ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გასულ საგამოძიებო გადაცემას, კაპიტან ნანა ლეჟავას გადაცემას, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ როგორ ახერხებს ნაციონალური მოძრაობა და ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ადმინისტრაციული, პოლიციური რესურსების გამოყენებით ადამიანის ყველაზე ფუნდამენტალური უფლების, არჩევანის უფლების წართმევას ჩვენი მოქალაქეებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა და ასევე პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელობა ერთობლივად ახდენდნენ ზეწოლას პრობაციონერებზე, პრობაციონერების ოჯახებზე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის სრული საფუძველი არსებობს, ამიტომაც ჩვენ მივმართავთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარ პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. ჩვენ ასევე მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა მოხდეს მონიტორინგი ამ დარღვევების